პირველად მოვიგე 3 წლის უკან იყო ესპანეთთან. საუბრობ გავიგერო, 1-2 თვით ადრე გავიგერო, ანუ გაფართოებულ სიაში ვიყავი. რა ისეთ სიხარული იყო, ჩემი ოცნება იყო, ყოველ ნებისმიერ აგვისტის ოცნება ითამაშოს. ნაკრებში კი ახალგაზრდებში ყოველთვის ერთად ვითამაშოთ 17, 18, 19, 20 ალბათ საქართველოს ერთად ვითამაშოთ, მაგრამ ნებისმიერი სპორტსმენის ოცნება ეროვნულში მოხვდა და რომ მოხდა რავი ჩვენთვის ძალიან გამიხარდა და მინდა რომ შევინარჩუნოთ დიდხანს ეს კვარტი. კოტე რას დაამატე? ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძალიან დიდი სტიმული არის ნაკრებთან თამაში და პირადად მე როგორი განცდაც მქონდა პირველ თამაშზე იგივენაირი განცდა მაქვს ყოველ ახალ კეპზე. ერთი ის მინდა რომ ჯერ მოხდე ანუ ვიბრძოლოთ რომ მოხდეთ იმ 31 ჯგუფში. მე უკვე რა შეიძლება მაქსიმუმი გავაკეთებო. რას მიზანი გვაქვს დასაყოლი ორი თამაშის მოგება, რომ შემდეგ სოფლეზე გავიდე. იმედია შევძლებთ. პირველ რიგში მთავარია 31 კაცში მოხვედრა. 31 კაციდან მოხვედრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია 15 კაცში მოხვედრა. და ამის შემდეგ, რავი, ყველა შეეცდება რომ თავის მაქსიმუმი გააკეთოს პირველ რიგში ნაკრების გულისთვის და თავისთავად თუ ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩვენს გვინდა ნაკრებს წაადგება და მე პირველ რიგში ალბათ შენ საკუთარ კარიერას წაადგება რა. ბარბაროსებში მოხვედრა პირველ რიგში ყველა რეგბისტის ოცნება არის. და უბრალოდ ბარბაროსებთან და გუნდთან ან ნაკრებთან ის სხვაობა არის რომ იქ სხვანაირად ემზადები, არანაირი ფსიქოლოგიური წნეხი არ აქვს. არანაირ ყველა მეგობრულად არის, ყველა ძირითადად მაინც ვარჯიში ნაკლებად არის და ყველა თამაშობს ინდივიდუალურად. ყველა ცდილობს თავის საკუთარი თავის გამოჩენას. და ნუ ბარბაროსებში უბრალოდ ჩემი აზრით ვინც მოხვდება, უფლება არ აქვს რომ ის თამაში ჩააგდოს. აი მაქსიმუმზე ზევით უნდა გააკეთოს ყველაფერი. და ნაკრები და გუნდში სხვაობა არის რომ შენი თავის გამოსაჩენად ვერ ითამაშებ მარტო, ანუ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ითამაშო. რაც ანუ ბარბაროსებში გაქვს იმის შესაძლებლობა რომ მარტო საკუთარ თავზე ითამაშო და ანუ არანაირი გუნდური სტრუქტურა არ არის. ერთ დღეში დალაგებული გუნდური სტრუქტურა არის და ვინც მე მგონი 15 კაციდან ერთი თუ შეეცდება რომ ის გუნდური სტრუქტურა გააკეთოს და არჩენი ყველა ინდივიდუალურად თამაშობს რა. ძალიან მაგარი შეგრძნებოდა ხო და ეხაც არის. ანუ ეს საუკეთესო ტურნირის რო იგები თან თითქმის ყველა თამაში მიიღო მონაწილეობა ოთხფინალში, ნახევარფინალში, ფინალში და გამომეცა ჩემი თავის ამორჩენა და ძალიან გავიხარე. შაშანაც მოვიგეთ, მაგრამ შაშანი არ მითამაშია რაც და იყო გუნდი ჩემპიონი, მაგრამ აი იმას ვერ გზნობდი, ანუ კი გიხარო და გუშენი გუნდი გახდა ჩემპიონი, მაგრამ აი ხა წელს უკვე თუს ყველა თამაში რომ მიიღო მონაწილეობა, უფრო სხვა სიხარული იყო რა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ უცხო ქვეყანაში ვარ ჩასულები და საქართველოს სახეები ვართ ესე ვთქვათ რა. ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ასე თუ ისე ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის კულტურა გავაცნოთ ფრანგებს და ერთ-ერთი ანუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა რა. შარშან ჯონიოზი უკეთესად ვიქნა თამაშები, რავი ძალიან ბევრი ისეთი ვარსკვლავი, ყველა ვარსკვლავია, მაგრამ სხვადასხვა გუნდებში იყო, ანუ წინა მსოფლიოს თამაშს 2003-ში ტელევიზორში უყურებდი და რავი რომ უყურებდი,
თუ აი ცხოვრებაში არ მეგონა ის რომ ამათთან ერთად მომეწოდა თამაში რა. ხო რა შეეხება ხა ტულონს, ხო ტულონი ისეთი გუნდია დღესდღეობით ხო. ნებისმიერ ავი შეიძლება ისე გაუნდეს, მაგრამ ნებისმიერ სოფლიოში რაგბისტების ერთ-ერთი საოცნობო გუნდი, იმიტომ რომ აი ამდენი ვარსკვლავი ხო როგორც ტულონშია. აი არსად არ არის, არცეთ გუნდში არ არსებობს. ერთი ყველა ჩემი მეძით ყველას ერთ-ერთი საოცნობო გუნდია ტულონში. ეხლა მაგალითად იმდენი ვარსკვლავია რომ სოფლიო ჩემპიონატი ტულონს აკლია 18 კაცი. ნახევარზე მეტი გუნდი არ არის ტულონში. 18 კაცი თამაშობს სოფლიოზე. დიდი პასუხისმგებლობა ეგეთ გუნდში რომ თამაშობ და იგი დაიმკვიდრო შენი თავი და რავი მე ვარ რასაც ვაკეთებ მე ავდივარ და უფრო გვემატება თამაშების დროც რა ორივეს. თუმცა თუ შევხვდით ერთმანეთს ანუ არა ლამაზი სხვებთან არა ლამაზი რომ ერთმანეთს ავერიდოთ, მაგრამ შედარებით მე ხა ეგრევა და უმეტე ყველანი ეგრე ვართ რა შედარებით რაღაც ვცდილობთ რომ ანუ წავაქციოთ ან ზახვატი გავუკეთოთ, მაგრამ რო არ ვატკინოთ ესე და ხა სხვას რო გავუკეთეთ ხო ზახვატ შეიძლება დავუხოთ პატარა ფეხიც აუწიო რაღაცა ჩააყოლო ან რაღაც ჩააყო ან ეგეთი რაღაც, მაგრამ ეხლა როცა ქართველს ხედავ ხო მაინც შედარებით თავარია ანუ სუფთ არ აქვს თამაშობა არაფერს ისე არ აკეთებს ზედმეც რა. ხა მე როგორც მეორე ხაზელი ალბათ უფრო ნაკლებად მიწევს რა მარტო რაგში და ღია თამაში მიწევს ერთმანეთთან. ჩემი აზრით უფრო ძნელია პირველ ხაზელების ერთმანეთთან შეხვედრა. გინდა არ გინდა პირველი ხაზი არის ვერ დათმო და არ ვიცი ალბათ 100%-ით ეხარჯებიან ერთმანეთის წინაშე, მაგრამ იმაზე არ ამგონია რომ პირადად მეც თან რაგში რო დავინახავ ვიღაცას ჩავარდნილი ან რაღაცა შეიძლება სხვას ცოტა შედარებით უხეშად შევიდე და რო დავინახავ რომ ქართველი არის მოვერიდები და შეიძლება არ შევიდე იმ რაგში და გვერდზე დავდგები რაგის გვერდზე ანუ ერთმანეთთან პირადად მე და მგონია ყველა ქართველი ეგრე არის რომ ერთმანეთს ასე თუ ისე ვიცავთ რა. ბოლომდე არ ვწირავთ. ქოქოსა ნომაცინე. Demosula bir tamam. Demosula. Gol.